მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? მე და დღეს გადავწყვეტ დაგიზიაროთ 10 ჩვენი საყვარელი ნივთი. OGJQ could never თუ გინახავთ მათი ამ დაგვარი ვიდეოები იმედია მოგწონთ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს და სულ ვუყურებ ხოლმე და ვნახოთ მე და დავითი ამჯერად რა შემოგთავაზებთ და რომელს უფრო საინტერესო ნივთები გვაქვს. Of course it's me, but let's see. აი კომენტაშენ. დავიწყო. Oh my god, მithმობ როგორც მანდილოს, ჩემ ჩანთაში რა ნივთებიც მინდავს, obviously, მაგ ნივთებზე ვილაპარაკებ და ის გაიშაც ვერ ცხოვრობ. ხო, რის გარეშეც ვერ ვცხოვრობ და პირველ რიგში ეს არის ჩანთა ზოგადად, მეგობრებო, ჩანთის გარეშე ვერ ვცხოვრობ, იმიტომ რომ მაღაზიაშიც რომ მივდივარ, აუცილებლად ჩანთა უნდა წავიღოთ, რომ მგონია რომ ვარ შიშველი. ამიტომ ჩანთას მაინც არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ სხვა 5 ნივთი მაქვს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრებო, ადრე საერთოდ არ ვიყენებდი სუნამოებს, იმიტომ რომ ვაფშე ეს ობსესია რა იყო, არ მესმოდა რომ ხალხი სუნამოებზე გიждდება, მე გავიცანი მეგი და დავითი, რომლებიც არ ვიცი, ობსესიურად, ინტენსიურად დადიან ლუტეციაში, ისიპარიში რომ დააყნოსონ რაღაც სუნამოები და მე გავხდი მათ შორის ერთ-ერთი. მაგრამ არა, მე ეგეთი გიჟი არ ვარ, მაგრამ იმ კონდიციაში ვარ, რომ აუცილებლად ჩანთაში უნდა მიდას სუნამო და ამიტომ აი თემუდან გამოწერილი ესეთი რაღაცები მიდავს სულ, ეს თუ არ მაქვს უბრალოდ არ შემინე. შენ საყვარელი სუნამო რა არის? ჩემი საყვარელი სანდ არის ზოგადად ვანილის, რაღაც cinnamon, კიდე რამე. აი რაღაც ამბები. მოტკბა უბრალოდ floral არ უნდა იყოს. Floral არ მიყვარს. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ჩემს საყვარელ სუნამოებს ამჯერად რაც მიყვარს, იმიტომ რომ იცვლება და რაღაც ერთი არ არის. ეს არის რაღაცნაირი ესენციასავით, რაღაც ზეთია, ვანილის, ამაზონიდან გამოვიწერე $6. უკარგესია ხალხო რა წავის, რომ მგონია რომ ვარ პატარა პეჩენია და ვიღაცა მინდა შემჭავას. Okay. სხვა ორი, ეს არის მონტალის chocolate gritty. ძალიან კარგი სუნი აქვს შოკოლადის, დარიჩინის, აი ეს რაღაც შაშლომთვად კარგად არ ვიცი, იმიტომ რომ ეგრე ძალიანაც არ ვგიშტობი, მაგრამ ძალიან კაი, უბრალოდ მინდა რომ უფრო გამყოლი იყოს. და ეს არის არაბული სუნამო, ლატაფას ეკლერი. თუ იცით ბიანკო ლატე, niche perfume არის, იმისი რაღაცნაირი დუპია. $40 გეს. ზუსტად იგივე სუნი აქვს, იმიტომ რომ ორივე დატოსტა. მეგის აქვს ის ბიანკო ლატე და უბრალოდ ამას სუნი უფრო მალე გასცეს. But we're fine with that because we saved some money. That's it. ჩემი პირველი ნივთი მეგობრებო მინდა დაყოფილიყო ცოტა სენტიმენტალური, ეს არის კულონი, რომელიც სულ მიკათია, დღეს პირველად მოვიხსენე მქაზი, სულელი მიკათია. ეს არის სასწავლის ნიშნის კულონი, რომელიც მაჩუკა ჩემ ბებემ და ბაბამ რო გავჩნდი. No, I didn't know that. რო გაჩნდი, როგორი პროგრესულები არიან, რომ იცოდნენ, რომ ზოდიაქა იქნებოდა თემა. Okay. და თილის მასავით მიკათია სულ. და მე ჯერა როგორც შეამჩნევდით თილის მოყვისა ავითვალის და ყველაფერს და ამიტომ მიცავს. და ძალიან კაია, ძალიან გიხდება მართლა. მეორე ნივთი ჩემი არის სავარცხელი მეგობრებო. ძალიან weird, მაგრამ ეს არის Mason Pearson-ის დუპი. მაგრამ ძალიან კარგი დუპია. $12 ღირს თემუზე ახლა ყველამ უნდა იყიდოთ, იმიტომ რომ ეს რა აღმოაჩინე იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩემი ცხოვრების, აი top 10-ში შევიყვანდი, იმიტომ რომ ჩემი თვე როგორც წესი არ ივარცხნება, ჩვეულებრივად არ ექვემდებარება არანაირ მოქმედებას. რაც არ გააკეთო ვერაფერს ვერ იზამ, თითიც რა ჩამოსვლა 4-ჯერ გაგეჭედება და ამ დროს ეს სავარცხელი არის ამ 7-დან თავის საქმეს აკეთებს. ძინვარებასაც სენს იმპერია. რასაც ეს თავიცას ვაჩუქა. ძალიან მომწონს. და დავიცე ძალიან მოწონს. ყველგან მაქვს დატოვებული ჩანთაში, სახლში, სამსახურში და დავითთან დავითის არის და ანუ ყველგან სადაც მივიდივარ აუცილებლად უნდა. ოდნენ დამოიყენეს. ჩემი მეორე ნივთი არის ჩემი ესე სენტიმენტალურია. What is happening? ყველამ ჩემმა მეგობარმა იცის, როდესაც მოგზაურობ, მიყვარს უაზრო მაკულატურის შეგროვება და მე აი scrapbook-ივით ვაკეთებ ახალი ჩვენი ფოტოები. You're obsessed with me. და ასე ვაკეთებ scrapbookings, ამოვჭრით თქვა მუზეუმში წავალთ, ან თუ ფოტოს გადავიღებ სადმე ჩავაწერებ და ესე მგონი მეორე წიგნი, რომელიც ნელ-ნელა ვავსებ. და ყველას ვურჩევ რომ იგივე გააკეთოს და აი ხანდახან როდესაც უკვე მოგზაურობ, აი რაღაც ტრიპებიდან რო ჩამოვიტანე მაკულატურა ჯერ არ ჩამიწებებია და ერთხელ ჩამოვხვალ მოგზაურობიდან და გენატრება რომ აი ორი კვირის წინ რომ ხა იქ იყავი და ერთებოდი რომ ეს დაჯდები და ყველაფერს თავიდან განიცდეს. და ყველაფერს თავიდან განიცდე, ამიტომ ყველას გირჩევთ. Next one, you guys, for me, it would be my camera, როგორც იცით, Canon G7X არ მაქვს. სამწუხარო არა ალტერნატიული გამოსავალი ეს არის Kodak-ის X Pro
X Pro ამერია და კაროშე ამ წუთის მონაცემებით ვეღარ ვიღებ, მაგრამ დაგვახმარა. და ძალიან მარტივია, ანუ აქ SD card უდევს, გადმოიღებ, ტელეფონში აერთებ და უცებ გადაიტან. ანუ ძალიან კაია, სადმე თუ მიდივარ, განსაკუთრებით ღამით იღებს ძალიან კარგად ჩერიას. მაგრამ თაკო დღისითაც იღებს, არ ვიცი. ძალიან კაი არის და მახარებს ყოველთვის, როცა ეს მაქვს და არ მავიწყდება, იმიტომ რომ ხანდახან მავიწყდება ხოლმე. როგორც მიხსებოდით, მეგობრებო, ჩემი მესამე ნივთი არის სუნდამა. და სუნდამების სიგიჟემდე მიყვარს ვაღიარებ, მაგრამ რო ვფიქრობდი, რომ ერთი უნდა მომეტანა, გადავწყვიტე ეს სუნდამა, ეს იყო პირველი სუნდამა, რამაც ჩამithრია ამ სამყაროში, ეს არის Balenciaga Flora-Botanica. სამწუხაროდ ეს სუნდამა უკვე აღარ გამოდის და როგორც ხედავთ, ბოლო წუთებს ვიზოგავ. და მეც რა ვიყიდე, მენ Faber-ზე ვიყიდე, ანუ არ იყიდე, უკვე გაყიდვაში არის ხო? აქვს საოცარი სუნი არის ძალიან ლამაზი ფლაკონი რო არის რაღაც უცხო Balenciaga-ური. Love that. 2012-ში გამოვიდა. Really? ხო, ძალიან ძველი სუნდამა არის და ზედანოტ აქვს ფიტნეს, აქვს ასევე მიხაკი და აქვს კანაბისის, რომელიც გამოიწვიეს აზიოტელში, რომ გამოვიდა თავიდან. ეს აღწევა. აღწევა, ჩემი აღწევა. ამიტომ თუ სადმე იპოვით eBay-ზე ხედავ მხოლოდ 100 ევროთ, ამიტომ თუ გაჩითავთ. Well. Okay, I think this might be it. Titsotsit, ertitsotsit, ყველაფერი ამოხვა. მოკლედ, ჩემი lip combo ხალხა და ეს არის ეს ყველაფერი შედის შენ ერთ ლიმპო. ყოველთვის მიდევს ეს ყველაფერი ჩანტვეში. მაგრამ შეიძლება ერთი წავისვა ან არც ერთი, მოკლედ, ჩემი ტოშობი არის ძალიან ფერმკრთალი და როცა ტუჩზე არაფერი არ მისვია, მგონია რომ ვარ მკვდარი. ამიტომ რაღაცა უჭველი უნდა წავისვა. ერთი წუთი ერთ-ერთი მთავარი ნამავსყო, ჩემი Nivea-ს balm-ი. მოკლედ, ეხლა როგორ ნაწილდება ჩემი გადაწყვეტილება, როგორ ვიღებ თუ რომელი რა დროს უნდა წავისვა, როდესაც ვარ სამსახურში და I'm not the happiest person alive. Nivea. Nivea-ს ვისვამ, რომ უბრალოდ ცოცხალი ვიყავ. მაგრამ მე უკვე, ანუ თუ ძალიან ისეთი მაკიაჟი მაქვს ინტენსიური, აი ეს რა ბრენდი არის, აღარ მახსოვს. არ ვიცი, ერევანში როცა ვიყავი, მოკლედ იქ ძალიან პოპულარული არის მიწისქვეშა მაღაზია არის, სადაც მთელი კედელი არის ესეთი lip liner-ები. და იქ ვიყიდა ერთი მაჩქვა ჩვენმა მეგობარმა დიანამ, რომელსაც ასევე აქვს ჩანელი და შეგიძლიათ ნახოთ. Queen Diana. და ძალიან კარგია, მოკლედ ხოლმე იმისთვის მიდის აქ რომ იყიდოს, ანუ ძალიან დიდი არჩევანი არის და მე რა თქმა უნდა ავარჩიე 2 ცალი. შემდეგ ჩემი საყვარელი არის კატრისის ეს და ეს იმიტომ მიყვარს რომ გაცვლა არ ჭირდება ესე დაატრიალებ და ამოდის ძალიან დიდი პლუსია. ჩემი Fenty Beauty-ს glossy უბრალოდ ძალიან მუქია ჩემი ტოჩებისთვის, აი ტოჩებს რო გავიკეთებ და filler შევუფებ, მე უფრო კარგად წავა, ამიტომ ამ ეტაპზე ვიხტანებ უფრო ძირითადად კატრის, იმიტომ რომ უფრო ღია ფერი არის და არ ვიკარგები ხვდები. მაგრამ ძალიან მისმა ეს ნუქსის, მაგრამ I'm not a fan, იმიტომ რომ თაფლის სუნი აქვს. I don't know. ჩემი მეოთხე ნივთი, ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ არსად არ გავდივარ სათვალის გარაშე, სადაც არ უნდა იყოს, კინში, ანუ ოთახში ვიყოთ, კინდ მოგრუბული იყოს და ამინდი არ იყოს ერთად. ერთად. კინტამე იყო. არა, ზამეზე უკვე ვჭადა. No honey. bullshit. Ხამე კაფეში მჯდარა სათვალეებით. არა, იტყვება და იგონებს. აი, ამ მობიღებ მასალას, ფოტო ვიდეო მასალას რო დაგიმტკიცა, I swear to God, ხალხი გამოშტერებული უყურებ და რა ხდება ხოლმე? რა ხდება ხოლმე და საერთოდ არ მატარდებს, იმიტომ რომ სათვალეები, ჯერისად იმ დავიწყებ თვალები, შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამე გაიგო ადამიანზე, როდესაც ელაპარაკები, რომ მოეწონა, რამე არ მოეწონა, რამე ვაფშე არ ადარდებს და მე არის მომენტები, რომ არ მინდა ეგ ინფორმაცია გავცე. I know. და so ძალიან serious არის, დავითი არიცით. ამიტომ შენს ამ პერსონას აკვდება სათვალეები. Love that for you. ყველას გირჩევთ, ერთი კარგი სათვალე. შემდეგი მეგობრებო, ჩემთვის უნიშნულოვანესი ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს არ გავდივარ, თუ გავდივარ, მგონია რომ არ ღირდა ეს ყველაფერი ამათ. ხადაც არ უნდა მივდიოდე აუცილებლად უკან სახლში უბრუნდები და ვიღებ, ეს არის ხურსასმენები. ეხლა გაგაყოლებთ გზას, საიდან საწავეგენ, AirPods-ები მქონდა, მე ძალიან შემოვიდა თემაში, რომ აი ეს wired headphones, მეთქი I want to be that bitch, გამოვიყერე. ყველას ვურჩა. No, დავიცაც მქონდა, მეთქი, ვაუ, რატო შემორჩია მოდას ესე მწარეთ? გამოვიწერე 2 დღე ბაძალე ჩემ თავს, რომ მეთქი. It is
ვიქნები ეგ გოგო, მაგრამ არ შემიძლია ხალხო, აი რაღაც ჩამოკიდებული კაბელი რომ აქვს, ნიშლი, ან ცხოვრების ხარისხს მიგდებს, ამიტომ ყოველთვის დავდივარ ამ AirPods-ებით, როცა დამიჯდება, ყოველთვის მაქვს ესეც და ეგრევე ამაზე გადავიდა. მაგრამ ის რომ მთლიანად გადავპორტირდა მე wired headphones-ზე არ გამოვიდა. მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, აქსესუარზე ხარ და რო იაზრებ ან დაგრჩა. Never happens to me, honestly. მართლა გეუბნები, ყველაფერი შეიძლება დამჩეს, საფულე, ტელეფონი და ეს არასდროს არ დამჩება. მაგრამ სხვათა შორის ახლა ხანს ვქონდა ვიძახო პექსეში და მიწავდა სადაც 30 წუთი რომ ყოფილიყო მანქანაში. არ ტიპს არ ქონდა საერთოდ მუსიკა ჩართული, არც მე არ მქონდა თან headphones და ისეთი კარგი იყო. სიკვე მეშყავდა. 30 წუთის იცი. ანუ ყველას გირჩევთ მეგობრებო. აი, მე შემთხვევაში ტაქსი და სიჩუმე არ ხდება, იმიტომ რომ მე ძალიან მეტყველი სახე მაქვს, როგორც კი ტაქსში ვშლები, იციან რომ აი ეს გოგო დამელაპორება. მისმენს და შემოვა კომუნიკაციაში. ამიტომ აი ძალიან თვალსაჩინოდ თმები მე გადაწეული და ყურსასმენები ჩანრეცა. არ დამელაპარაკო, იმიტომ რომ თუ მე დამელაპარაკა, პონტი არ არის, მე ვერ ვიზამრე დავაიგდორო რაღაც რა. მაგრამ ხანდახან ისეთი კარგი ისტორიებს გიყვარიან, უნდა მოის. აი ხანდახან აი ღირს მეგობრებო. საყვარელია, ბაზარია. საბოლოო ნივთი მეგობრებო, ყველაზე ნაკლებად სენტიმენტალური 2013 წლიდან ვარ ის ადამიანი, ვისაც სულ ქონდა iPad-ი, ეს არის ბოლო შენაძენი და ხალხო არც სადა ყველგან თუ გავდივარ კაფეში მარტო, თუ გავდივარ ან სახლში თუ ან განსაკუთრებით თვითმფრინავში ზოგადად ვახატავთ არის ყველაზე კარგი შენაძენი, ანამ იცის რამდენი ხანი მომწია. ეს journey ამ iPad-ისა შენამდე როგორ მოვიდა? შევიძინე ზუსტად შავი პარასკევი იყო, Amazon-იდან გამოვიწერე და ხალხო მე ზოგადად ანამ იცის რომ მეზიზღება online shopping-ი მირჩენია აქ ვიყიდო და არ მოვიცადო, მაგრამ კაი, ისეთი კარგი შემოთავაზა ვეღო რომ მეთქი ვერანაირად ვერ გავმაზალქო და ზუსტად 2 თვე, ხო? თებერვალში ჩამომივიდა ხალხო. აი, რაც ეგ 2 თვე მე ყველას მაგაზე ველაპარაკებოდი, რომ ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვე ჩემი iPad-ი. არა, ჯერ რო ეს ფანქარი ჩამოვიდა და მე ერთ ტიპო ველოდა. ანუ უფრო გამაღიზიანეს, რომ ფანქარი უკვე ჩამოსული იყო. მაგრამ მე დედოფალმა რა გავაკეთე, ხო ესე გიჟივით ველოდებით და ერთი დღეა იმენე ჩააჭირა და პრინც რო აი ჩემი iPad-ი და მეკი ახალი ნომერი ავიღე მეორე და წერ რა გიკავშირდებით რაღაც USA to Georgia-დან და გთხოვთ დაადეკლარიროთ თქვენი ამანათ. ანუ ბიჭი ამოხტა ჩაოლებრივად და ვერ ვაჩერებდით ისე გავხარდა. არ ნახდა რომ მსახურობდი მაგას. მაგრამ როგორც ამბობენ, me and my iPad. Okay, I know. მიყვარს დავიცი არის iPad-კი. iPad-კი რო ნახდოთ. ჩაოლებრივად ჩაჭერილი აქვს. ბონუსად ხალხო, ჩემი მე-6-იანი ნიფტი არ არის, ამიტომ ბონუსში გავუშვებ. ცუდი манифестация არის წინასწარ გეუბნება. Shut the fuck. ბოლო, ჩემთვის არის ხალხო, ბილეული და კევი. ახლა აქ რაშია საქმე? ჩემი საყვარელი all time favorite Kinder Bueno და კონკრეტულად ეს თეთრი. როგორც წესი მიყვარს milky chocolate. მაგრამ აი ეს თეთრი რა ის რაღაც ხრაშუნები აქვს გარშემო არის ფენომენალური. აი მეთამაშება ყველა გემო რაც კი არის. მაგრამ მაშინ რასაც ვცდილობ რომ ბევრი ტყვილი არ ვჭამო, blah blah blah. It happens you guys. მაგ დროს ჩემი საყვარელი კევი რომელიც განადგურებულ თვეებს worse. აბელოზე კარგი კევი არის, ამის გარდა მე არც ერთ კევს არ ვაჭავ, არის სასწაული. ოცი გემო არის blueberry. იმიტომ რომ არ არის ძალიან ტკბილი, არც მჟავი არ არის, აი იმენა დაბალანსებულია ყველაფერი და ასევე ერთი პერიოდი მქონდა ობსესია, რომ მეთქი ტკბილს თავი უნდა დავენებო და რითი ჩავანაცვლო და ვიფიქრე რომ კამფეტის წუწუნას ძალიან დიდი დრო ჭირდება რა და მოდი გადავალ ჩუპა-ჩუპსად მზადქა და დღეში 4 ჩუპა-ჩუპს იმენა ვეკაჭებოდი და მე ვიღაცა მითხრა რომ კბილებისთვის არის ძალიან ცუდიო რა. I didn't know that. და მე ცოტა დავასწავლე, მაგრამ ეხლაც რა ცოტა მინდა რომ თავი გავიკავა, ყოველთვის ჩუპა-ჩუპს უწუწ. Yikes. და მეგობრებო, ზუსტად ეს იყო ჩვენი ვიდეო. ან ეს 6 ნივთი და ჩვენ 5 ნივთი 11. ის როგორ მაგაზიანოს ეგ ფაქტია, ხო 11 ნივთი. ძალიან ყოველს 11. რო არის პაუზა. What the fuck? Show me some. I don't know. Give it to me. შენი საათი. საათი ძინავს მეგობრებო, ამიტომ აი 12 ნივთი. ძალიან მადლობა რომ გიყურეთ. მადლობა youth channel-ს რომ მოგვიწვია და აუცილებლად გამოიწერეთ. მისი არხი ჩვენი არხი ყველაზე is that in mad for you guys. და დავასაპორტოთ უსაყვარლესი ადამიანები ამ ინდუსტრიაში, ყველა ინდუსტრიაში. So that's it you guys. That's on this. Like